გამარჯობათ. Მოდის გიხდით ოდნავ დაგვიანებისთვის ერთი წუთით ხმაც შევამოწმებ და დაგიბრუნდებით. მე მგონი კარგია, შეგვიძლია გავაგრძელოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ხუთშაბათია დღეს, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. ხუთშაბათ ჩვენ როგორც წესი მიმდინარე პროცესების ანალიზი გვაქვს, ჩვენი მთავარი ანალიზი დღეს იქნება საშინაო მდგომარეობა, რადგან გაზაფხულდება და ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემები ეხლა იწყება, იმიტომ რომ ჩვენ მობილიზებული უნდა შევხვდეთ ამას. მე იმედს გამოვთქვა, რომ ხელისუფლება უფრო მართლგონიერად მოეკიდება ყველაფერ ამას, ყოველ შემთხვევაში რაღაც დიალოგს მაინც გამართავს, რატომ გვინდა, რომ არ აშენდეს ის არაბული ქალაქები, რატომ არ გვინდა, რომ ქართული მიწები იყიდებოდეს, კიდე გეუბნებით. ეს ისეთი თემებია, სადაც არანაირი ემოციური საუბარი, არანაირი ვთქვათ, საუბარი, რომელიც ვინმეს ნებასრულზე იქნება დამოკიდებული, არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ცოტა უფრო სხვა კონტექსტში. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი თაობები ამ ქვეყანაში აგრძელებდნენ იმას, რაც საუკუნეები მოუტანია დროებას, ხო? მაგრამ დღეს ჩვენ უამრავი შეცდომების გამო, რაც უახლეს ისტორიაში დაუშვით, ძალიან სერიოზული საფრთხე გვემუქრება წინ და ჩვენ გვინდა ამ საფრთხის აცილება. ასე რომ არაფერი არ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ, ქართველთა დიდი გაერთიანების წინააღმდეგ, ვიღაცების შემოსევა არ იქა, ესე იგი ლანძღვა, გინება, ბატონი დავით ჭაბუკაშვილი საუბრობდა ამაზე, ჩვენ გახსნილები ვართ ყველასთან სასაუბროთ, მზათა ვართ. თქვენ ნახავთ იმ კვირაში ძალიან სერიოზული საუბრები იქნება გაერთიანების ოფისიდან და ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ იმისთვის მობილიზაციას, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ადამიანების აზრს, რომლისთვისაც ეს ქვეყანა ძალიან ძვირფასია და ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ წმინდა პროფესიული თვალსაზრისით, მილიონიდან არ არსებობს ერთი არგუმენტი, რომლითაც ხელისუფლებამ შეიძლება გაამართლოს ის, რასაც აკეთებს. მიწების გაყიდვა და ვითომ არაბული ინვესტიციების შემოტანა. რომელ ბიზნესზეა საუბარი ამიხსენით? ერთი კაცი ტრილიონზე მეტ ფულს აკონტროლებს, არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იმ წრეებში, რომელსაც deep state-ს უწოდებენ და ასე შემდეგ და აქ უსაშველოდ
ბევრი ფული კი არა, უსაშუალოდ ბევრი ჭკუ აქვს, იმიტომ რომ უდაბნოში ცხოვრებისთვის უვარგის ადგილზე ზღაპარი წამოჭიმეს საკუთარი ხალხისთვის და თავისთვისაც, თავისთავად ქართველები კი ყველაფერი იმის ნაცვლად რომ აეშენებინა და გაეკეთებინა დაანგრიეს და მუსრი გაავლეს ყველაფერს, ხო? ეხლა უკვე ყოფნა არ ყოფნის საკითხია. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ მზათა ვარ ძალიან დეტალური საუბრისთვის, თუ რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება და თუ მაინც გაჯიუტდება ხელისუფლების მიერ უკან წაღება თავისი სიტყვისა სისუსტის ნიშანი არ არის. არავითარ შემთხვევაში ეს ასე არ შეიძლება გაგებული იქნას, იმიტომ რომ თუ ხალხს არ უნდა ხაზს უსვამ, ხალხს როცა მე ვლაპარაკო, აქ ის საცოდავის სეცურის ბრბო, რომელიც ხანერტბელად ეთაღვანება ნაწილი და ნაწილი მეორბელად, ისინი არ იგულისხმება. ქართველი ხალხი თავის წიაღში ძალიან მაგარია, თორე თქვენ დაინახავთ, თუ ძალიან გაჯიუტდებით, რა ძალა აქვს ქართველებს. მე ამ ხალხს არ გულისხმობ. ძალიან მეწოდება ეს ხალხი და შემიძლია გითხრათ, რომ ამ ხალხის პერსპექტივა საქართველოში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დამცირებული, რომლებმაც საკუთავს მიაყენეს შეურაცხყოფა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში არ დადგნენ იქ, რომ საკუთარი ქვეყანა შეინარჩუნონ. არამედ ტაშს უკრავენ იმას, რომ ვიღაცეები ყიდის, უსაშველოდ ყიდის, მიწებს, უძრავ ქონებას და ასე შემდეგ. არ იყო ასე, როგორც დღეს არის საჯარო რეესტრის იმ შენობაში, რომ შეხვალთ სანაპიროზე. არ იყო ასეთი მდგომარეობა. ეხლა მთლიანად გადასულია ეს ამ უცხოელების მომსახურებაზე, ქართველებს იქ 10% თუ ნახავთ, ეგეც ძალიან ბევრი იქნება. ამიტომ გარდა იმისა, რა ჩვენ საბუთები გვაქვს შეგროვებული, გარდა იმისა, რა ჩვენ რაღაც აქციები გავაკეთეთ, ჩვენ უახლოეს დღეებში, როცა მობილიზაციას გავაკეთებთ გარკვეული რესურსისა, პირდაპირ შეგვიძლია დავიწყოთ უკვე მთელ ქვეყანაში შეგროვება ხელმოწერებისა, რომლებიც ნოტარიალურად იქნება დასაბუთებული, რომ შეწყდეს ეს პროექტი და შეწყდეს ქართული მიწების გაყიდვა. არავის არ ჭირდება ახსნა ბიზნესისთვის, როგორი უნდა იყოს უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობა. შემიძლია ჩამოგიყალიბოთ ზუსტად, ძალიან კარგად ვიცი ეს, ჩემს მონოგრაფიებშიც ასახული, ისედაც ლექციებზე, მე შემიძლია შემოგთავაზოთ თქვენ, მათ შორის არაბ ინვესტორებთანაც იდეალური პირობები, ხალხი გააკეთებს ბიზნესს, თავის მოგებას მიიღებს, ამერიკელი იქნება, ევროპელი იქნება, რუსი ბიზნესმენი იქნება, რა მნიშვნელობა სეგრეგაცია არ არსებობს ფულთან დაკავშირებით. მაგრამ ეს საქართველო იქნება, ინტერესი ქართული იქნება და ყველა აქ მომსვლელს და ყველას უნდა უხაროდეს აქ მოსვლა ფულის საკეთებლად, თავის მოგებას წაიღებს და იქნება ბედნიერი თავის ქვეყანაში. ეს პირობები ცნობილია. როგორი ინფრასტრუქტურა უნდა კონდეს, როგორი უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი პოლიტიკას უნდა ატარებდეს ის, რომ ყოველგვარი ამ ჩარევის გარეშე, არადა საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე, ვერანაირი ბიზნესი აქ ვერ შემოვა, მაშინ როდესაც კანონმდებლობა ისე უნდა იყოს აწყობილი, რა თქმა უნდა, გადამოწმების მექანიზმები არსებობს, კონფიდენციალური წყაროები, ბიზნესი ამ სამართალზე დაფუძნებულ ურთიერთობები თვითონ მოძებნის იმ ხალხს, რომელიც მას კაპიტალის შესავსებად ჭირდება და თვითონ მოილაპარაკებენ ერთმანეთში როგორ გაიწია. მაგრამ არიქა ბიზნესმენი არ მოდის, მიწა თუ არ მიყიდე და ასე შემდეგ, ეს ნეოლიბერალური სიშტერე. კიდე გეუბნები, ვინც ამ სიშტერეს ავითარებდა, არც ერთი ნორმალური პროფესიონალი ეკონომისტი არ არის. ეს არის რაღაც წყალწყალა განათლების მქონე ხალხი, რომლებიც მოსმენაც 21 საუკუნეში პროფესიულ თემაზე, როგორცაც ეკონომიკა წარმოადგენს, უბრალოდ შეურაცხყოფაა საკუთარი თავისა.
ნოტარიალური ხელმოწერები, ჩვენ ახლა გადავამოწმებთ ყველაფერს, როგორ აი ისე რომ რაღაც მაქსიმუმ ლარზე მეტი არ დაუჯდეს ადამიანს, აქ ჯგუფური ხელმოწერები შეიძლება და ეს იქნება ერთ-ერთი იურიდიული მხარე. მეორე მხრივ სარჩელი შეეტანილია და შევა კიდევ ყველაფერ ამასთან პარალელურად ჩვენ დაყადაღების მექანიზმებს დავამუშავებთ ახლა რომ შეგვეძლოს ესე იგი ამ მექანიზმის გამოყენებად და რა თქმა უნდა მე გუშინ ოფისში შეხვედრაზე ვისაუბრე იმაზე რომ თუ მოხდა უბედურება ჩვენ ვაკვირდებით იმას და დაიწყო ტექნიკის შეზიდვა და რაღაც პირველი ბარი დაერწყას რომ ასე რომ ვთქვა მაშინ ჩვენ უნდა სასტრაფო მობილიზაცია უნდა გქონდეს უკვე დაგეგმილი და გვექნება კიდეც რომ შევეწინააღმდეგოთ ამას. დიახ არ შეიძლება უკან დახევა, ეს არ არის არც ურჩობა, ეს არ არის არაფერი, არ შეიძლება ამის დაშვება. ეს არის ანბანური რამ. არავითარი ინვესტიცია ეს არ არის, გაცილებით სხვა რაღაც პროცესი მიდის, ამ პროცესის იგნორირება იქნება უზარმაზარი შეცდომა. ასე რომ ამ თემაზე ჩვენ კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ. მეორე თემა რომელიც არის, მე ვფიქრობ რომ კარგი ნაბიჯები გადაიდგმება მომავალ კვირას და ჩვენ დავიწყებთ რაღაც დიალოგებს მათ შორის საზოგადოების ჩართულობით, რომელსაც სურს მიიღოს დებატები წინასწარ მოგწერენ, სადღაც 15 კაცამდე ჩვენ ოფისში შეიძლება ისე რომ აზრიანი და გონივრული რაოდენობის ხალხი დაჯდეს და საუბარი საქმიანი მიმდინარეობდეს ჩვენ თავაზობთ ყველა ადამიანს რომლისთვისაც ეს ქვეყანა არის მნიშვნელოვანი დავიწყოთ საუბარი თუ თქვენ არ გინდათ ოფისში მოსვლა გითხარით და ჩვენ მოვალთ სადაც გნებავთ აქ არ არის დაპირისპირების დრო თქვენია ეს ქვეყანა ჩემია ეს ქვეყანა დათოსია ეს ქვეყანა ირაკლისა და ყველასია ეს ქვეყანა ხო სწორია თუ ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს ჩვენ არა ვართ პარტიის რომელიმე პარტიის კონკურენტი არც ვაპირებ თუ ხედავთ მე საერთოდ არ ვახსენებ რომელიმე პარტიას გარდა ინტეგრალურ შეფასებას ვაკეთებ ეგრეთ წოდებული ოპოზიციისა რომლის ხალხიც უკვე თურმე 400 დღეზე მეტია პროტესტს აცხადებენ თუმცა ჩვენ თავაზობთ ყველას რომ მოგზანდით სტუდიაში გითხარით რას აპროტესტებთ ჩვენ სამოგიდგებით გვერდით გითხარით პროტესტი მაგრამ ჩამოყალიბებული ვერ გავიგე მე გასაგებია ოფისიდან რომ გამოვდივარ ხშირად მიწევს იმ დროს გასვლა როცა იქ საღამოს სადღაც 10 საათისთვის ხალხია შეკრებილი მე ვერ გავიგე თქვენი ქვეყნის მესვეურები ხართ და გულით უგტკივათ ეს ინგლისურ ენაზე დაწერილი პროტესტები რადგინდათ ვისაჩვენებთ ესე იგი ვიღაცას ევროპაში ევროპას რომელიც თავისი გასჭიროებია და ევროპულ პრესას თუ კითხულობთ პრობლემები გეცოდინებათ თუმცა ამ პრობლემებთან დაკავშირებით მე უკვე წლებია ვსაუბრობ იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი ევროპული სიტუაცია მდგომარეობა როგორია და ამის დანახვა აბსოლუტურად არ იყო ძნელი ამ საკითხს რომ გადავობა ბუნებრივად გამოდის მე დღეს დავდე პოსტი სადაც უკრაინის თემას ვეხები და დავდე ძალიან სერიოზული გერმანული გამოცემის სტატია სადაც პირდაპირ წერია რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე თუ პირდაპირ არ ჩაიწერა მოლაპარაკებაში როდის გაწევრიანდება ევროკავშირში უკრაინა ცხადია ბრიუსელი ამის წინააღმდეგია გაგონებაც არ უნდათ ამისი რაც შეეხება ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ისინი კატეგორიულად წინააღმდეგი არიან ევროკავშირში უკრაინის მიხედვისა არის ერთი მოდით ასე ვთქვათ დისიდენტი მწერალია ველერი რომელიც რუსეთიდან
წასული არის ესტონეთში ცხოვრობს, ცოტა უცნაური კაცია, თუმცა ძალიან წვეტიანი აზრები აქვს, ნამდვილად არ არის უჭკუო კაცი, საკმაოდ კარგი მწერალიც არის, მან მე გამომიგზავნეს და იქ ვნახე გორდონთან ინტერვიუში, ძალიან საინტერესო ინტერვიუ, პირდაპირ უთხრა უკრაინელებს, თქვენი ვერ გაგვიგია ვერაფერიო. 1918 წლიდან 90 წლამდე სოციალიზმში იყავით, არ გეყოთ ეს სოციალიზმიო. სად მიდიხართო? ისო ხო ხედავთ, რომ სოციალიზმია. სუბთავ რა თქმა უნდა, მემარცხენე ყველაზე საზიზღარი ფორმის მემარცხენეობა არის ლიბერალურ, ნეოლიბერალურ დაფხრეწილ და სექსუალური აქტისგან აბსოლუტურად დასრულილ ზეწარშია მთელი ევროკავშირი, მისი პოლიტიკა გახვეული და ის მიუთითებს იმას, რაც შეიძლება ცუდი მოსასმენია ეგრეთ წოდებული ორიენტაციის მქონე ხალხისთვის, მაგრამ აბსოლუტურად უხეშად ნათქვამი შეესაბამება იმ ჩვენ შეგვიძლია იგივე თქვა. მე მესმის, რომ ქართველი ადამიანის მოდი ასე ვთქვათ, საშუალო სტატისტიკური ადამიანის მიდრეკილება სოციალიზმისადმი მაღალი იყო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი არ მოითხოვდა იმ სიმკაცრეს, შენი პირადი შესაძლებლობები, შენი ტალანტების გამოვლენაში, შენ შეგეძლო სადღაც მიმჯდარიყავი და გეხრა ის, რასაც გახრევინებდნენ, იმიტომ რომ არა სრულყოფილი სისტემები თუ არ ახრევინე ხალხს, შენარჩუნებული ვერ იქნება. ზუსტად ამ სოციალისტურ პრინციპზეა აგებული დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც აბსოლუტურად არალეგიტიმური ხელისუფლებაა საქართველოში. ამ სახრავის ფორმა შეცვლილია ხელისუფლებაში მყოფი ხალხი უბრალოდ გრთამს იღებს ნებისმიერ დონეზე და ეს საქმე ისეა აწყობილი, რომ მე ვფიქრობ, რომ უახლოეს ისტორიაში, დაახლოებით 35 წლის განმავლობაში, ასეთი მადიანი მეკრთამეები და ასეთი მსხვილი მეკრთამეები თვით პოსტსაბჭოთა საქართველოშიც არ ყოფილა, თუ გნებავთ იმ უბედურების მოbrunების შემდეგ, რომელსაც შევარდნაძე ქვია სახელად. ამიტომ გასააზრებელია, უკრაინა გამოიყენეს, მე საქართველოსთან მინდა პარალელები, უკრაინა გამოიყენეს ერთადერთი მიზნით, მათ უნდათ ეს უზარმაზარი რესურსის ქვეყანა, ხალხის თვალსაზრისით, წიაღისეულით, სამეცნიერო სამრეწველო პოტენციალით, უახლოესი ურთიერთობები მქონდა კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ისეთი სამეცნიერო ცენტრები, რომლებიც საბჭოთა კავშირში გამორჩეული იყო. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავს. დასავლეთ უკრაინაში 6 თვე ვცხოვრობდი და ძალიან კარგად ვიცი რა უბედურებაც არის ეს. და თითქმის 46 მილიონიანი ერი არის განადგურების პირას, იმიტომ რომ უკრაინა იგებს ერთადერთ სახელმწიფოში, საქართველოში. არც დასავლეთ ევროპის, არც აღმოსავლეთ ევროპის, არც ამერიკის, არც აზიის ქვეყნებში სტატიებია, რომლებიც ღიად მიუთითებენ იმ უბედურებაზე, რომელიც თავს დაიტეხა უკრაინამ და ეს უბედურება არ დასრულდება, ომი არ დასრულდება. ზელენსკის ახლა რჩება, რა კი ასე გაჯიუტდა და თანაც აწყობს, როგორც ჩანს ეს ყველაფერი, აწყობს, რომ დამარცხებული ის როლში იყოს, იმიტომ რომ მისი უხეში განცხადებები, განსაკუთრებით ტრამპის წინააღმდეგ, ამერიკელების წინააღმდეგ, რომ აი არ აწოდებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მიუთითებს იმას, რომ მას უნდა ამ თავის დამარცხებაში, ფაქტიურად უკრაინის დამარცხებაში, მოძებნოს განტევების ვაცი. რა თქმა უნდა, ეს უსუსური მცდელობა არის, მაგრამ მე უბრალოდ გეუბნებით, რაც არის. კატეგორიული წინააღმდეგია ევროკავშირი. მაშინ თქვენ იტყვით, რატომ შესთავაზა ევროკავშირმა
საქართველოსაც და უკრაინას ევროკავშირმაც ამერიკელებმაც იმ თავის დროინდელი ადმინისტრაციების მეშვეობით ნატოში დაპირდნენ ნატოში და ევროკავშირში მიღებას ხო და შემდეგ ჩვენი წყალწყალა კონსტიტუციონალისტი იურისტების წყალობით ეს სისულელე რომელიც აბსოლუტურად არაკონსტიტუციური საკითხია შეატანინეს საქართველოს კონსტიტუციაში რომელიც თავისთავად არის უვარგისი კონსტიტუცია ერთი მხრივ მეორე კონსტიტუცია რომელიც უკვე 2003 წლის გადატრიალების შედეგად იქნა მიღებული და მორგებული ეგრეთ წოდებული რევოლუციონერი ლიდერების მიერ და ჩვენ ახლა გვიწევს კარგად დავაკვირდეთ, უნდა დავაკვირდეთ უკრაინის რაქნა უკრაინა მილიონზე მეტი მსხვერპლია დასახიჩრებულზე არ ვლაპარაკობ მიგრანტებზე წასულ ხალხზე არ ვლაპარაკობ მრეწველობის და ქალაქების გრევაზე არ ვლაპარაკობ სრული კატასტროფა არის რისთვის იმისთვის რომ დასავლეთში სტრატეგიულ ცენტრებში არასწორად გაიაზრეს ან შეიძლება იცოდნენ მაგრამ მაინც მოსინჯეს რომ დაეზიანებინათ სამიზნე იყო რუსეთი და რა სხვა ვინმე არ გაამართლა ამ ყველაფერმა და დაზიანდა კატასტროფის დონეზე დაზიანდა უკრაინა რა იქნება უკრაინის ბოლო დღეს ამას ვერავინ ვერ ამბობს იმიტომ რომ ომი არ გაჩერდება მანამ სანამ რუსები ამბობენ იმას რასაც ამბობენ რომ სანამ ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული ამ მიზნებს არ გავიმეორებ იქნება თუ არა უკრაინა მომარაგებული უკვე არის ის ინფორმაცია რომ ის მიიღებს ძალიან ძლიერ რაკეტებს ინგლისიდან ჰაერი ანუ ეს იქნება თვითნავებზე დასამაგრებელი რაკეტები რომელიც სერიოზული ძალის მქონე არიან მაგრამ ეს ვერ უშველის უკრაინას საერთოდ არ არსებობს დღეს მსოფლიოში დასავლურ სამყაროში რაიმე იარაღი რომელმაც შეიძლება უშველოს კიდე გეუბნებით ერთადერთი ქვეყანა რომელიც ვკითხულობ ამ ყველაფერს მრცხვენია ჩემი ხალხიც რატომ მრცხვენა იცი ეს ხო რო შეხედავ საშუალო თაობის ადამიანებია ნუ ახალგაზრდებზე არ ვამბობ ისინი ამოაგდეს საერთოდ ნორმალური აზროვნებიდან და რაღაც იდეოლოგიურ სისულელეში გადაყარეს ახალგაზრდების აზრი არ არის საინტერესო გეუბნებით სერიოზულ საშუალო ასაკის ხალხზე რომლებიც ვითომ პროფესორები არიან, ვითომ ექსპერტები არიან, ვითომ სამხედრო ჩინები არიან და ასე შემდეგ და რაებს ლაპარაკობენ, საიდან იღებენ ამ ინფორმაციას. მე ვაკვირდები ყველაფერს მათ შორის უკრაინული გადაცემებსაც რომ უკრაინული გადაცემის მოსმენა შეუძლებელია, იმიტომ რომ არ შეესაბამება მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში გაშუქებულ მოვლენებს უკრაინისა. მხოლოდ იმაზე დაყრდნობით არის საუბარი და ეს ძალიან დამამძიმებელია, იმიტომ რომ არაჯანსაღ განწყობებზე მიუთითებს, არაჯანსაღს იმითი რომ ადამიანებს უჭირს რეალობაში გარკვევა ამ 2 დღის წინ ერთი ძალიან ასეთი პიტალო დიდი მამაკაცის მაგვარი შემოვარდა ჩემ გვერდზე და დაწერა რომ მე მაკრონის შესახებ მქონდა დადებული სტატია, როცა მან ძალიან არასწორი ფორმით ამერიკელების მიმართ გააკეთა სერიოზული გამოხდება და ევროპა იღვიძებსო და ესენი ჭკუაზე მოვლენ და მალე რუსებს აჩვენებენ კიბორჩხალების სად იზამთრებენო. არა და შეხედავ ერთი 1.90-ზე მეტი კაცი იქნება, ხო? ასე დაახლოებით 35-40 წლამდე კაცი იქნება. შეიძლება ასეთი
გონება სისუსტის გამოვლენა რისთვის და თან მე ჩემი გვერდის მკითხველებს ცუდად იხსენიებს არ გავიმეორებ ახლა ორი რამეა ქართულ ოჯახში გაზრდილი კაცი თუ ხარ შენს თანამემამულეს არ უნდა აკადრო ასეთი რამ მეორე შენ პრობლემა გაქვს შენს ცნობიერებაში და ვერ გაგიგია ანბანური რამეები და ქართველი რომელსაც მიაჩნია რომ რუსეთი ევროპასთან დაპირისპირებაში დამარცხდება ჩამოყალიბებული შტერია აი სრული უვიცია ანდა ეს არის აი იმ დამპალი იდეოლოგიան რაც 94 წლიდან 15 წლიდან მაინც კულტივირებულია მისგან განადგურებული ხალხის გონებებშია მხოლოდ შეუძლებელია ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელია არ არის ეს თანაბარ სიდიდეები თანაბარი სიდიდეები სამხედრო თვალსაზრისით არის მხოლოდ ორი სახელმწიფო ჩინეთიც კი არ არის ჯერ სამხედრო თვალსაზრისით ამ ორი ქვეყნის დონეზე ეს არის რა თქმა უნდა შეერთებული შტატები და ეს არის რა თქმა უნდა რუსეთი მოგწონს ეს ჩვენ არ მოგწონს როდის იყო მე მოწონება არ მოწონებაზე ვსაუბრობთ და ჩემი თანამოქალაქე თანამემამულე ძნელია მას თანამემამულე უწოდო იმიტომ რომ არის გონებიდან გასული ადამიანი და ამბობს იმას რაც უბრალოდ დღეს შეუძლებელია მე ვერ გეტყვი თქვენ 200 წლის მერე რა იქნება ამას ვერავინ ვერ იტყვის იმიტომ რომ ადამიანთა საზოგადოების განჭრედა 200 წლით არ შეიძლება ეს მხოლოდ უფლის ნებაშია და უფლის ნება თუ თვითონ არის სულ რაღაც იმპულსები მოგცეს რომ გავერკვეთ მომავალში მანამ ტყუილი ლაპარაკია და ამას ფუნდამენტალური მეცნიერებაც გვეუბნება რომ ტყუილა ნუ ფიქრობთ ამინდის და ადამიანთა საზოგადოების შორ პერსპექტივაზე დაგეგვაც იმიტომ რომ ეს უბრალოდ არ გამოდის და გასაგებია რატომ უამრავი ფაქტორი მოქმედებს ამ ადამიანურ და ამინდის ატმოსფეროს ცვლილებებზე და ყველაფრის გათვალისწინება გათვლა გაანგარიშებებში შეუძლებელია ამიტომ ჩვენი დღევანდელი საფიქრალი არის ამ წუთში ეს არის პირველ რიგში იმ საფრთხეების თავიდან აცილება რაც ეგრეთ წოდებულ არაბებს უკავშირდება მე გთხოვთ ყველას უკვე მესამეჯერ ვიმეორებ ყველამ ნახეთ და ნახულობთ წლებია რა ტიპის მიგრანტები მიდიან ევროპაში ეს არის ფაქტიურად არაფრის მქონე რაღაც გასაბერნავებზე უზარმაზარი რისკის შეს ქართულად რო იტყვიან ესე გაღლეტილი არაფრის მქონეები წალეკილია ევროპა და ახლა მე პარალელი მინდა გაგავლევინოთ შეხედეთ საქართველოში ვინ შემოდის რა თქმა უნდა იქ არის ცოტა ღარიბი ხალხიც და გლოვოზე და რაღაცებზე ამ სამსახურებში არიან დაკავებული მაგრამ მასიურად დააკვირდით ეს ახალგაზრდობა საშუალო თაობა ძირითადად დააკვირდით მათ ფიზიკურ ახალგაზრდობას თუ გნებავთ გოგონებისა თუ გნებავთ ქალებისა ესენი ოჯახები იქაური ოჯახების შვილებით არიან არაფერი მშიერის და არაფერი იმ მიგრანტის მსგავსი არ არის საქართველოში რაც ევროპაშია იცით თქვენ და აქ თუ არ დაუკვირდებით თქვენ რომ რაღაც სხვა რამე ხდება საქართველოში შემოდიან დიახ არაბები დიახ სხვებიც შემოდიან მიზანმიმართულად და ისინი პირველი რასაც აკეთებენ ყიდულობენ ბინებს და მკვიდრდებიან ამ ქვეყანაში ამიტომ არის საფრთხე თორე არავით არის თქვათ ჩვენ რაიმე ნაციონალისტური მოსაზრებები არის რომელიმე ერების მიღება არ მიღებაზე არ არის გამართული ქართული სახელმწიფო იქნება აუცილებლად ყველა გაჭირვებულის დამხმარე და ხელშემწყობი მაგრამ სულ სხვა საქმეა პოლიტიკური დევნილის ანდასტიკით დაზიანებული ხალხის შეფარება მათი
სულის ჩადგმა ფეხზე დაყენება და შემდეგ თავის ქვეყანაში გაშვება და სულ სხვა საქმეა ის, რასაც საქართველოს ხელისუფლების გამოისობით აკეთებს და ხდება ჩვენ ქვეყანაში. ეს არის შემოდის ხალხი, შეძლებული ხალხი, ღმრთავარ დარწმუნებული, დაფინანსებული ხალხი, რომლებიც ჩვეულებრივ ყიდულობენ მანქანებს, დადიან ამ მანქანებით, ყიდულობენ ბინებს, ხსნიან ფირმებს და მუშაობენ. ისინი არიან საკუთარ სახლში და აკეთებენ ბიზნეს საკუთარ სახლში მცხოვრებნი, იმ ქალაქში მცხოვრებნი, რომლებიც ჯერ მათი არ არის, მაგრამ ასე თუ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მათი იქნება, არა მხოლოდ ეს ქალაქი, რომელიც ისედაც საუკუნეები იყო არაბების ხელში, ახლა მათი მეხსიერება ისტორიული მკვდარი არ არის, ისინი იბრუნებენ იმას, რაც საუკუნეების წინ დაკარგეს, მაგრამ მეხსიერება არ დაკარგეს. ეს არ არის ქართველი, არაბი სხვა კულტურა არის, ჩვენ არანაკლები კულტურა გვაქვს, უბრალოდ ჩვენ იგნორირებას ვუკვეთებთ საკუთარ კულტურას, არაბი კი გადასული სხვა კულტურაზე აყოლილი ნეოლიბერალურ თახსირობას, რაც საქართველოში მოხდა, არ არის, არ იქნება, საფრთხე არ აქვს, საერთოდ არ ერევიან ევროპულ ცივილიზაციაში, როცა ეგონათ რომ მერკელსაც, ფრანგებსაც რომ გადაამუშავებდნენ ამას. იქეთ გადაამუშავეს, სხვათა შორის ძალიან შეშფოთებულია გერმანიის კანცლერი მერცი, იმიტომ რომ გერმანულ პრესაში გაჩნდა წერილები, თუმცა მერკელი ამას უარყოფს, შტაინმაიერს, ანუ გერმანიის პრეზიდენტს გარდის ვადა და მგონი მწვანეები აპირებენ შესთავაზონ მას მერკელს გერმანიის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. მერკელსა და მერცს შორის ძალიან სერიოზული უთანხმოება ჯერ კიდევ 2002 წელს, როდესაც მერკელმა ყველაფრისგან ჩამოაცილა ის. შემდეგ უკვე იგი წლების განმავლობაში კაცი, რომელიც იყო ფაქტობრივად ჩვენი ხელისუფლების რომელიმე წევრი რომა იყო, BlackRock-ის სისტემაში იყო, BlackRock-ის გერმანულ ოფისს ხელმძღვანელობდა და გასაგებია რომ ამნაირი კაცი დღეს გერმანიის კანცლერად მყოფი, გერმანიისთვის ბევრს ვერაფერს აკეთებს და ვერც გააკეთებს, თუმცა ომისკენ კი ეკაჩება, თუმცა კიდე გეუბნებით. ყველანაირი ანალიზით დღეს ხდება ერთი რამ, გერმანელებს უნდა დროის მოგება, არადა ისინი იმიტომ არიან მოყვანილი ფაშისტური ოჯახების წარმომადგენლები და იგივე თუ გნებავთ ვითომ მეტრეველი რომ არის Mi6-ის, არავითარი მეტრეველი ის არის, ის სულ სხვა გვარის არის, მეტრეველი უბრალოდ დედამისის მეორე ქმარია, რომელიც მისი ნამდვილი მამის გარდაცვალების შემდეგ გაჰყვა დედამისი მეტრეველი, რომელიც ასევე იყო ქართველი კი იყო, მაგრამ ასევე იყო სადამსჯელო ფაშისტური რაზმების წევრი და რას აკეთებდნენ ეს და მამამისიც და მისი მეგობარი მეტრეველიც. ეს დოკუმენტალურად არის დასაბუთებული. პარტიზანები ტყეში რომ იბრძოდნენ, ესენი შედიოდნენ სოფლებში და ბავშვებს და ქალებს ხოცავდნენ. აი ეს იყო ამ მეტრეველის დამსახურება. საუბედუროთ ეს მეტრეველი ერთადერთი ქართველი არ იყო, ვინც ამნაირი საქმეებში ჩადიოდა, მაგრამ ეს ისე. ამიტომ რატომ არის ფაქტობრივად დიდი ბრიტანეთის უპირველესი სტრუქტურა, ის მართავს ყველაფერს, Mi6 ასეთი წარსულის ადამიანის ქვეშ. იმიტომ რომ უკან დახევარე არ იყოს და თავარი გაცხადებულია. მათ შორის ქალბატონ მეტრეველის მიერ, რომ არ არსებობს იმაზე დიდი საფრთხე, ვიდრე რუსეთია, მსოფლიოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხომ? ეხლა ამას მოყვა და მოყვება კიდე ქმედებები და გასაგებია რომ უკრაინის პრეზიდენტს აბრძოლებენ მანამ
ნახეთ დღეს ძალიან კაი რაღაცები დაიბეჭდა ამ თემასთან უკრაინელების ძალიან სერიოზული ნაწილი შეშფოთებულია იმით ამ განწყობებით რომ ფაქტობრივად გამოდის რომ ბოლო უკრაინელამდე უნდა გავიწყვიტოთ ჩვენ რომ ომი გაჩერდესო დიახ ეს ამერიკელი სენატორი აიღეთ ერთი ნახევარუჯრედის მქონე რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკაში ბოლო უკრაინელებთან ბრძოლა ეს მათთვის კარგია გარკვეული ჯგუფისთვის და ასეთ ვითარებაში რაიმე საუბარი რომ საქართველოს ირგვლივ მშვიდობიანი გარემო იქნება უახლოეს ხანში არ მოგვიწევს ვერ იქნება მშვიდობიანი გარემო და მე ვფიქრობ რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება მე არ ვიცი მთავრობა რა მდგომარეობაშია მთავრობის გაგება შემიძლია მაგრამ არ ვინტერესდები იმიტომ რომ მე ვხედავ ამ ადამიანების სახეებს ხედავ მათ საუბარს ტონალობას მოდულაციებს და ასე შემდეგ და გითხრათ სიმართლე ხალხი რომელმაც იცის რა მდგომარეობა მსოფლიოში და რა საფრთხეები აქვს საქართველოს ასე არ მოიქცევა უბრალოდ ხო მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმიტომ რომ კარგად დავაკვირდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ რომ დალაგებით არაფერი არ დალაგდება უკრაინელებს აბრძოლებენ ეხლა უკვე კარგი რაკეტები მიაწოდეს ძალიან ეფექტური კიდევ ბევრ რამეს მიაწოდებენ რესურსი არის ჯერ კიდევ რესურსი გასაგებია თუ მობილიზაციას მაინც ტოტალურ მობილიზაციას უფრთხოდა ზელენსკი და თქვენ იცით როგორი პროცედურებით იჭერდნენ ხალხს ქუჩაში და ფრონტზე უშვებდნენ პირდაპირ ეხლა ის ომის გასაგრძელებლად აუცილებლად ალბათ გააკეთებს მობილიზაციას იმას რასაც ქვია უკვე კაცრად კანონით განსაზღვრული მობილიზაცია მე ვერ გეტყვით რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას მაგრამ მე ვხედავ ერთ რამეს რომ უკრაინა მიდის საბოლოო კრახისაკენ და მას უბრალოდ გამოიყენებენ ბოლომდე და შემდეგ გითხარით კიდე გეუბნებით კაცი ითხოვს ჩამიწერეთ ევროკავშირში როდის მივიღებთ გაიღო ამდენი მსხვერპლი ხო სისულელე გააკეთა ხო წარმოუდგენელი დანაშაული ჩაიდინა უკრაინის წინააღმდეგ ქართველებს რო კითხო აბა დაესხნენ რუსები თავს და თავის ტერიტორიას იცავდნენ ხო 2026 წელია ხო ესე იგი არაფერი ახლო მახლო რეალობისა მათ არ სვენიათ ხო რატო როგორ ეს არ აინტერესებთ ხო და რა მიიღო პასუხად ევროკავშირი ბრიუსელი ანუ ოფიციალური ხელისუფლება წინააღმდეგია და რიგი ქვეყნები საერთოდ წინააღმდეგია მიღებისა მათ შორის ორბანმა გააკეთა ძალიან ცუდი და მძიმე განცხადება რომ უკრაინაში გენოციდი ხდება ეროვნული უმცირესობის გასაგებია მას უნგრელები ყავს მხედველობაში რომლებიც იმიერკარპატეთში ცხოვრობენ და საკმაოდ ბევრი არიან მოკლედ ცუდი სიტუაციებია და ეს დაძაბულობა მე არ მგონია რომ უახლოეს თვეებში ოდნავ მაინც მოიხსნას ეხლა უკვე თებერვალია პირიქით რაც უფრო გაზაფხული უფრო სტაბილური გახდება დაძაბული საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო გაიზრდება და ბრძოლა რასაც ქვია მთავარ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებით გავლენებისთვის კვლავ გაიზრდება ჩვენ ვართ ორ ცეცხლს შორის ჩვენ გვაქვს შიგნიდან პრობლემა ეხლა რომ საქართველოს შიგნიდან შეკრული იყოს ხელისუფლება აი რომ ვიტყვიან იდეგეს ისეთ პოზიციებზე რომ არის ხა მხოლოდ გარე ფაქტორებია განსაზღვრელი ჩვენი ყოფის სირთულისა მაშინ ჩვენ 1000-ჯერ უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით ასე რომ იყოს მე საჯარო პირი არ ვიქნები იმიტომ რომ შევხედავ ამას და ჩემს საქმეს გავაგრძელებ
მაგრამ არაფერი მსგავსად. ჩვენ ვართ ორი მარწუხის ქვეშ, ერთია საშინაო წნეხი, რომელიც განადგურებს და ეს არის საგარეო წნეხი, რომელიც შეცდომების შემთხვევაში ასევე გაგვანადგურებს. აი ეს არის ის ყველაფერი, რაზეც დღეს შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ. არის უამრავი მოვლენები, მაგრამ მთავარი მაინც ეს არის უბრალოდ იუმორით რომ გითხრათ, ეპშტეინის ფაილებში აღმოჩნდა ერთ-ერთი წერილი, სადაც ცნობილი აბუდაბელი შეიხი, რა თქმა უნდა, მილიარდერი წერილს წერს ეპშტეინს, რომ აი რა კარგიაო ის რელიგიური კაცია, მარხულობს, მაგრამ ქართული რესტორნებიო 2 საათამდე, ღამის 2 საათამდე მუშაობენ და აღწერილი აქვს იქ თუ რა შესანიშნავი სამზარეულოა ქართველების. როგორც შემდეგ ჟურნალისტი აკეთებს კომენტარს, არ არის ცნობილი დააგემოვნა თუ არა ეპშტეინმა ქართული სამზარეულო, მაგრამ ეს წერილი არსებობს. ასე რომ ჩვენ არსად გამოჩენილები არა ვართ, თუმცა ამ შემთხვევაში ეს უფრო იუმორის სფეროა, ვიდრე რაიმე საქმესთან კავშირში. მე ძალიან მაფიქრებს ის, რომ და გითხრათ სიმართლე, ბოლომდე არა ვარ ჩამოყალიბებული, რა ოპერაცია არის ეს ოპერაცია. არ შეიძლება ეგ ცალსახად ითქვას დღეს, იმიტომ რომ ეს არის ტოტალური ბრძოლა, გარკვეული ინტერესთა ჯგუფებისა ერთმანეთისა და რა შედეგით უნდა დასრულდეს, მე კარგად წარმოდგენილი არ მაქვს. ის რაც ამოიყარა ფაქტობრივად ცნობილი ამერიკული გამოცემა წერდა, რომ ანადგურებს დასავლურ ელიტებს. ისინი კარგავენ არა მარტო ავტორიტეტს, თუმცა ქონდათ თუ არა მათ ავტორიტეტი ვერ გეტყვით, დასავლური ავტორიტეტი უფრო მეცნიერებასთან, ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული, სადაც ნიჭი და მიღწეული შედეგები განაპირობებდა ავტორიტეტს. საქართველოში ასე არ არის. საქართველოში ცნობადობა ავტორიტეტს არ უკავშირდება. ნახეთ წყალწყალა ტელევიზიები, რაღაც მუსიკალური შოუები, რაღაც პოლიტიკური შოუები, თითქოს და ცნობადობა მაღალია, მაგრამ ავტორიტეტი ფაქტიურად იქ არ არის, ხო? მაშინ როცა ამერიკაში ცნობადი შეიძლება მენსონიც იყო ცნობადი, რომელსაც ამოხოცა იმდენი ადამიანი თავის დროზე შარონ ტეიტით დაწყებული და ასე შემდეგ, მაგრამ ამერიკული დასავლური ცნობადობა უფრო ავტორიტეტს უკავშირდება. ჩვენ ეს არ გვაქვს და ამიტომ არის ცოტა უფრო რთული მდგომარეობა. აი რა შედეგი უნდა იყოს? რაც ცნობილი გახდა, ფაქტობრივად ელიტის ცვლილებას უნდა უკავშირდებოდეს. იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ნაგავში გახვეული ხალხი საზოგადოებისთვის რაიმე მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენდეს. ახლა იმის დაბრალება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეპშტეინი კგბ-ს დავალებით მუშაობდა, ეს შეიძლება მრგვალ იდიოტს კონდეს წარმოდგენილი, რომ ეს შესაძლებელია, ამერიკაში ასეთი რამ შეუძლებელია უბრალოდ, მაგრამ რა ძალები, რა მთავარი მიზნით არის ერთმანეთთან დაჯახებული, მე ნამდვილად ვერ გეტყვით დღეს, იმიტომ რომ ნამდვილად არ მყოფლის ინფორმაცია, მაგრამ ეს არის, აი მოდით ასე ვთქვათ, ავგიას თავლების გაწმენდა არის. მე ძალიან მომეწონა ილონ მასკის ნათქვამი, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო ამ ფაილების გამომჟღავნებაო და მე ვიცოდი, რომ ამისთვის უზარმაზარი თქვათ ლანძღვა და რა არ იქნებოდაო, მაგრამ ის ამბობს ძალიან კარგ ფრაზას, რომ როცა მართალი ხარ, შენ არაფერზე უკან არ დაიხევს. არც მიკვირს, გითხრათ სიმართლე, ილონ მასკი და ის ჯგუფი, რომელიც მის უკან არის, ეს არის ხალხი, რომელსაც
რაიმე მოქმედება მატერიალურ ინტერესს საზოგადოებრივ სფეროში, პოლიტიკაში არ უკავშირდება, ხო? პირველი კაცია მსოფლიოში, რომელსაც ოფიციალურად 800 მილიარდზე მეტი დაუგროვდა პირადი ქონება, ხო? ეხლა 800 მილიარდი იული სათქმელია, მაგრამ ეს ფული რო ჩატვირთო, ერთი დიდი ეშელონი საიჭოა მატარებლებისა, ერთი 45-50 ვაგონიანი ეყოს ამ ფულის გადაზიდვას, ხო? ამიტომ ეს ადამიანები სხვა პრინციპებზე მოქმედებენ, ვიდრე ჩვენი, თქვათ, იმერულად გეტყვით, ფულიანი ტიპები, ხო სწორია? ახალი ნუვორი შევიდა, ფული რო გაფეთიშებული აქვს და არც ეროვნული სული არა შერჩათ, უბრალოდ ემსახურებიან ყველაფერს, რაც მათ კეთილდღეობას კიდევ უკეთეს გახდით, მაგრამ ახლა ერთ შედარებას გავაკეთებ და ყველას გირჩევთ, ვისაც არ გახსოვთ, აუცილებლად ნახოთ. მე გავაკეთებ დღევანდელ საქართველოს მდგომარეობის, ამ ნუვორიშების, ამ ეგრეთ წოდებული ფულიანი ტიპების შედარებას. ანტონ ჩეხოვს იცით თქვენ, უბრალოდ უფწყინვალესი რაღაც გენიალური ნაწარმოებები აქვს, მაგრამ ყველა მათ შორის არის ერთი მოთხრობა, პატარა მოთხრობა 10 გვერდი თუ არის, რომელსაც ქვია იონიჩი. ეს არის ადამიანის დეგრადაციის რაღაც არანორმალურად, ესე იგი ცხადად დახატული სურათი, არა მარტო ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოებისა, როცა ცხოვრებამ ჩაიარა, რაზე საუბარი, რა არის იონიჩი, ვინ არის იონიჩი? იონიჩი არის მამის სახელია ერთი ახალგაზრდა ექიმისა, რომელიც პროვინციულ ქალაქში ცხოვრობს და მას მისწრაფება აქვს, რომ ქალაქში კონდეს კავშირები. ნუ გასაგებია ისიც, რომელიღაც გუბერნიის ქალაქია, სადაც იქ არის ერთი ცნობილი ოჯახი, ის ითვლება ყველაზე გამორჩეულად. რა ოჯახი ახლა ეს დაახლოებით არის აი თბილისი, რომ თქვა, ის ქალაქი დაახლოებით არის თბილისი, სადაც არის ეგრეთ წოდებული პრივილეგირებული ჯგუფები, თუ გნებავთ აიღეთ ის ბუდუარი, რომელიც ამ წყალწარგებულ ტელევიზიებში არის, ის კრიბავს ქალაქის ვისაც მოიწევს საუკეთესო ადამიანებს, მისი ცოლი წერს რომანებს, მწერალია, მაგრამ ის მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობაში, შეხედეთ ქართველი მწერლების საკმაოდ ეგრეთ წოდებულ ჭალებში ელიტარულ ნაწილს, ქმარი გასაგებია ოჯახის უფროსია, შემოსავალი სტაბილურია, ყავთ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც დიდ ოცნებებშია წასული, ფორტეპიანოზე უკრავს და ასე შემდეგ და აი აქ შეაღწევს ეს ახალგაზრდა კაცი და მისი გრძნობა იფეთქებს ამ გოგონას მიმართ, თუმცა 18 წლისა, თუმცა ეს გოგონა მოსკოვში კონსერვატორია და დიდი მიზნები და ეხლა ასეთი რამე. მიდის მოსკოვში, ბრუნდება რამდენიმე წლის შემდეგ და მოიძიებს ამ იონიჩი. იონიჩი უკვე ცხოვრება მიზან დაკარგული ადამიანია, უკვე სისქელეშია გადასული, ფული ბევრი აქვს, იმიტომ ძალიან კარგი ექიმია და პრაქტიკებმა უამრავი ფული დაუგროვდა, მაგრამ ის აღარ ბრუნდება იმ ოჯახში, არც არასდროს არ მიდის, იმიტომ რომ მას ამის ძალა, შინაგანი ძალა არ აქვს. კაცი დეგრადირებს ის ოჯახიც აგზელებს ისე ურთიერთობას, არცაც არ აქვს რაიმე უნარი, ცვლილება, გარდატეხა შეიტანოს თავის ცხოვრებაში. იონიჩი ხდება 1, 2, 3 სახლის მფლობელი, ფული აქვს იქ ურთიერთ სალაროში შეტანილი, რომლიდანაც პროექტებს იღებს, მაგრამ ეს არ არის მოძრავი ადამიანი, ეს არ არის ადამიანი, რომელიც რაიმეს მიზნად ისახავს, ის ცხოვრობს უკვე მთლიანად გასქელებული, თავის ძველ ეგრეთ წოდებულ კუჩერი, რასაც ქვია, ანუ მეტლესთან ერთად და ყველაფერი დასრულებულია. ჭაობი შეივსო.
ჭაობი შეივსო განვითარების პერსპექტივის გარეშე. ადამიანებს რაიმე გარდატეხის შეტანა თავის ცხოვრებაში ამის უნარი არ აქვს. არც იციან, რომ ეს შეიძლება გააკეთონ. მათ დინება მიცემულებს, დინება მიაქნებს იქეთ, რომელიც ლოგიკური დასასრულებისკენ მივა, მაგრამ ეს იქნება ჩვეულებრივი პროვინციული ადამიანების არაფრად ქცეული ადამიანების სიკვდილი და სხვა არაფერი. იონიჩი კლასიკური მაგალითია დღევანდელი ეს ნაწარმოები ის ქალაქი და დასაწყისში, როდესაც პირველად მოხდება ამ ეგრეთ წოდებულ ცნობილ ოჯახში, იქ ჩეხოვს აქვს ასეთი რეფრენი, რომ ნუ თუ ესენი ამ ქალაქის საუკეთესო წარმომადგენლები არიან მაშინ რაღაცა სხვები. ეხლა მე ძალიან მწარე რამეს ვამბობ, მაგრამ როცა წაიკითხავთ იონიჩს თუ ვინმეს არ გახსოვთ, თქვენ დღევანდელ თბილისთან გააკეთეთ, გავლეთ პარალელი და თქვენ მიხვდებით, რომ ამ ჭაობმა, რომელიც საქართველოში